რამოდენიმე გასროლა განახორციელა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მისამართი. მაინტერესებს პოლიციის თანამშრომელი რომ ანახოთ, აი რომელი წამზია. ამ 25 წამიან მონაკვეთში წეგანაც აღნიშნეთ ეხლა ვიძახი რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არ ჩანა. ჩემი თანამშრომლის მიერ მიღებული ინფორმაციული პატაკის საფუძველზე ჩემს მიერ გახსნილი იქნა შესაბამისი ლინკი, რაც იყო აღნიშნული ინფორმაციულ პატაკში. ამ ლინკზე გადასვლისას გადავედით სოციალურ YouTube-ზე, სადაც კონკრეტულ მომხმარებელს, იუზერით დარეგისტრირებულ მომხმარებელს დადებული ჰქონდა ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ჩემს მიერ იქნა დათვალიერებული. აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერს ჰქონდა შესაბამისი აღნიშვნა ქართულ ენაზე, ქართული ასოებით. რატომ მოაწყვეს ჯოჯოხეთი აქტივისტებმა სწორედ ასეთი სახელწოდებით იყო ეს ვიდეო. ამ ვიდეოს გახსნისას კადრში გამოჩნდა რუსთაველის გამზირი, კერძოდ რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორია, სადაც განთავსებული იყვნენ აქციის მონაწილეები, ერთმანეთს იყვნენ შეკრებილები. კადრში გამოჩნდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელში ეკავა ფოიერვერკი, პიროტექნიკა, გარბოდა მის წინ არსებული სივრცისკენ და ფოიერვერკიდან გაისროლა რამოდენიმეჯერ. რამოდენიმეჯერ გაისროლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მისამართით. ასევე აღწერილი იქნა გარეგნობა, რატან საცმელი ეცვა მას და თან რა ჰქონდა, ყველაფერი აღწერე და მეუდიდეობაში, რომ აღნიშნული პიროვნება იყო სავარაუდოდ ნიკოლოზ ჯავახიშვილი. ჩემს მიერ აღნიშნული ვიდეო იქნა ჩამოტვირთული სამსახურეობრივ კომპიუტერში, რაც ჩაწერილი იქნა 2 ლაზერულ დისკზე. ერთი როგორც დედანის სახით, ხოლო მეორე ასლი და ამის შემდგომ ჩემს მიერ იქნა დანიშნული ექსპერტიზა ჰაბიტოსკოპური. აი მორგის მამაკაცი და ჰაერში ისვისით რა მაინტერესებს? პოლიციელები ჰაერში იყვნენ? მოთავიდან ვიყურებთ. იქნებ დათხოვებთ რაღაც. და თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ჰაერში ისვრის? ჰაერში ნამდვილად არის. ანუ ვერტიკალური და ჰორიზონტალური მდგომარეობა ერთმანეთისგან განსხვავდება. ბატონო ადვოკატო. დარწმუნებული თქვენ ამიცით, რომ ეს ჰაერში გასროლა არ არის. რა მიმართულებით წავიდა ეს მოსვლა? შინაგან საქმეთა წავიდა და ზემო წავიდა. კი, მოპირდაპირეთ. ანუ და არა ჰაერში ზემო. ეხლა თქვენ ახმადობაზე არ გაქვთ პრობლემა და მიუხედავად იმისა, რომ შედარებით ბუნდოვანია ეს ეკრანი. მე-11 წამზე თქვენ რომელმაც დათვალიერების სანდოობა უნდა დამიდასტუროთ, იძახით, რომ ეს ნასროლი ჰაერში არ არის, ხო? მე როგორც ავიღე და ობიექტური თვალი როგორც აღიქვამდა, უკვე გავგესწრებ. მაინტერესებს პოლიციის თანამშრომელი რომ ანახოთ, აი რომელი წამზია. ბატონო მოსამართლე, ამ კითხვაზე გაცემულია მას პასუხი და განაც თუმცა გასცა პასუხი ბატონო მოსამართლე, მოწვევა ამ ვიდეოში ოფში ახსნილი მაქვს და განმარტებული მაქვს, რომ რამოდენიმე გასროლა განახორციელა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მისამართით. სამინისტროს თანამშრომელი მანახეთ. მე წელან გიპასუხეთ ამაზე. წელანაც გიპასუხეთ ამაზე, ამ 25 ხო და არა, ცემთ მაგაზე გაგებ. ამ 25 უშუალოდ ამ 25 წამიან მონაკვეთში წეგანაც აღნიშნეთ ეხლა ვიძახი რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არ ჩანა. ამ ვიდეოში რამდენი გასროლა იყო, ხო არ გახსოვთ? რამოდენიმე რამდენია 5, 10, 20? რამოდენიმე შესაძლოა იყოს 2, 3, 4 ან უფრო მეტი. ანუ არ გამორიცხავთ რომ 4 გასროლა იყოს? არ გამორიცხავთ რომ 4 შესაძლოა იყოს. ძალიან რამოდენიმეჯერ. კარგი, მივიღე პასუხი. როდესაც გაისროლა ჭურვით შესაბამისად დრო დავარქვა ჭურვი ფერვერკის, გაფრინდა რაღაც მიმართულებით. ვეკითხები თუ ჩანს ვიდეოში პირველი გასროლის ჭურვი რა მიმართულებით გაფრინდა. ანუ საით წავიდა ეს გასროლი თუ ჩანს? დიახ, გაგცემთ პასუხს. ოფშიც მიწერია რა მიმართულებით მოხდა გასროლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით ხო და იგივე სხვადასხვა. კარგით, მაშინ აი თქვენ იძახით ესეთ რაღაცას რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით ხდება გასროლა. ამ ვიდეოში მეუბნებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ ჩანს. მაინტერესებს 25 წამიან ვიდეოში. დიახ, სხვა ვიდეო მასალის დათვალიერებაში მონაწილეობა არ გაქვთ მიღებული. მაინტერესებს, აი მეც რომ ვიცოდე, თქვენი ეს ცოდნა, ინფორმაცია, ვარაუდი თუ უყურადღებობა რაზე დაყრდნობით არის, რა სისხლის სამართლის მასალასთან გქონდათ შეხება,
რაც არის დადასტურებული საქმის მასალებით, სადაც თქვენ ადასტურებთ, რომ იმ მიმართულებით იდგნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. ოქმი მითხარით ან ვიდეო მასალა მითხარით? კარგად გაგცემთ პასუხს. მოკლედ სრული ვიდეო ჩატა აქედან დავიწყებ რა გიხსნათ და თქვენთვის ახმადი იყოს უკეთ. სრული უწყლედი ვიდეო ჩანაწერი, სადაც ასახული არის ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ეს შემდგომში როგორც ჩემთვის ცნობილია გამოთხოვილი და სისხლის სამართლის საქმეში არის. ეს გავიგე, მაგრამ ეს ვიდეო თქვენ დათვალიერებული არ გაქვთ. არ დამისრულებელი. დათვალიერებული არ გაქვთ. არ დამისრულებელი ჯერ პასუხი. 25 წამია ვიდეოზე გეკითხებათ. კონკრეტულ ამ ვიდეოსთან დაკავშირებით, სანამ ჩემთვის ეს ცნობილი იქნებოდა, კიდევ ერთხელ აღნიშნავდი ფაქტს, რომ გარემოებები, რაც კონკრეტულ ვიდეოში იყო მოცემული, სრულად ასახავდა იმ დროს განვითარებულ მოვლენებს. რუსთაველის თეატრი გამზირი და მისი მიმდებარე ტერიტორია, სადაც შეკრებილი იყვნენ აქციის მონაწილეები, მათ მოპირდაპირედ იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. შესაბამისად, რთული არ უნდა იყოს იმის მიხედრა, თუ რატომ აღნიშნეს ოქმში და რა მოვლენები იყო ეს და რა კადრები იყო ეს. ეს რომ ეს რუსთაველის მოედანი იყო და რაღაცა ამაზე თქვენ ან კვლევა, ან საგამოძიებო ექსპერიმენტი, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ექსპერტის მონაწილეობა, რუკის ამოღება, რაიმე მსგავსი გააკეთეთ, რომ უბრალოდ ივარაუდეთ. არაფერი არ მივარაუდია, პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩემს მიერ აღქმული იყო აღნიშნული. თქვენს აღქმებს დაიყრდნო, ხო ეს?